მოგესალმებით ზუსტად ხუთშაბათი დღეა 18 საათი და გადაცემა BTLive ხატია შემოგიესთან. ერთად ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც აინტერესებთ ქალებს და არა მარტო ქალებს, როგორ უნდა ვიყოთ ლამაზები, მომხიბვლელები, მიმზიდველები და სულ ფორმაში და სულ ტრენდულები. ეს 93 და 1-ია ქალების რადიო და დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, მოკლედ ყველგან გავაანონსეთ ყველა სოციალურ ქსელში და მსმენელების ინტერესმაც ისე იმატა მოკლედ ჩემი მესენჯერი არ გაჩერებულა კი გოგოებო და არა მარტო გოგოებო დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე როგორიც არის სილამაზე და ასტროლოგია ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ყველაზე ჭკვიალა ყველაზე ფერადი და ყველაზე ტრენდული ასტროლოგი ვთქვათ ესე სოფიო ზეკალავა რომელსაც სულ რამოდენიმე წამში რომელიც შემოგვიერთდება სტუდიაში ეხედავთ ალბათ მაგრამ რაღაც მცირე ექსკურსით უნდა დავიწყოთ ჩვენი გადაცემა ჩემო ძვირფასებო ასტროლოგია როგორც მეცნიერება დიდი ხანი არსებობს მაგრამ საქართველოში ბოლო წლებია ძალიან შემოიჭრა თითოეულ ჩვენთაგანში და ტრენდულიც გახდა აი ადრე თუ ვთქვათ არც თუ ისე გჯეროდა ასტროლოგიის ახლა მოსახლეობის ალბათ 80% რომ ვიღვიძებთ ჯერ ჩვენ ასტროლოგიურ პროგნოზს მითვალისწინებთ და ამბობენ რომ ვინც ერკვევა ასტროლოგიაში და ვინც მიყვება ვარსკვლავებს მისი ცხოვრება უფრო მშვიდი და რაღაცნაირად გეგმიურია იმიტომ რომ ასტროლოგია გიწყობთ ხელს რომ სწორად იცხოვროთ თუ რაღაც პატარა შეცდომები რომელზეც მე ვიმნანობთ ხოლმე არ დავუშვათ ჩინური ასტროლოგიის მიხედვით სულ რამოდენიმე დღეა დადგა ახალი წელი და კიდევ ერთი გველის ამაზე ჩემი სტუმარი გვესაუბრება 20 თუ 21 მარტი არ მახსოვს მოკლედ მარტის მერე სრულიად 20-25-ში ვიცხოვრებ და საინტერესო 20-25 როგორი იქნება თითოეული ქალბატონისთვის ზოგადად იმდენად ტრენდული ასტროლოგია რომ ფეშენ ინდუსტრიაშიც ძალიან დაიმკვიდრა თავი და დიდი დიზაინერებიც კი უკვე წლის მიხედვით აწყობენ მოდებს და ასევე მოდელებს და ასევე მაკიაჟის სპეციალისტები რომლებიც ითვალისწინებენ იმ ფერებს და იმ ტრენდებს რომელიც ამ თუ იმ წელს მოყვება და მე ძალიან ბევრი რამ ვიცი იმიტომ რომ მიდოდა ცოტა გამზადებული და მომზადებული შევხვდები ჩემს სტუმარს და ეხლა რასაც მოვიყვებით მე მაინტერესებს სტუმრის აზრი თუ რეალობა. სხვა შეიძლება ყოფილ კიდევაც ქალებს ყველაზე საშიშად ლამაზები ქოს ნიშნის მიხედვით და პირველ ადგილას არის ნომი კალიმორიელი, უბრალოდ კალიმორიელი, რომელიც ძალიან ბუნებიანი, იდუმალი, აზრიანი მონების საშიში ნიშანია. მისი გამოხედვა წველიაო ნებისმიერი მამაკაცისთვის. მეორე ადგილას არის ქალი ვერძი და სხვა ჯერჯერობით სტუმარიც ვერძი გახლავთ. ეს ტემპერამენტული და შინაგანად ძალიან ძლიერი ნიშანია, მას არ უყვარს სუსტები, თუმცა არც ამ პარტნიორებს აღმერთებს წარმატების დენაში შეუძლია მამაკაცს წინ გაუყუროს, მაგრამ თანამედროვე ღირსეულის და ძლიერის ერთგული მეკობარია. მესამე ადგილას ქალი ლომი მამაკაცისგან გმირობას ელის, ბევრი მას ფერხთულფენს თელს სიმდიდრეს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ დედოფალი ლომი თქვენ აგირჩევთ. ის ლამაზმანია, რომელსაც მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს. ხის ქალბატონი მომზიდველია საკუთარი სიდიადით, კეთილშობილებით, სიმბიღწინით და ისინი ნამდვილი ქალები არიან. საუკეთესო მახასიათებლებით და ქალი ხის შინაგანად ძლიერია. ის ისეთია, როგორც სურს რომ თავი წარმოაჩინოს. ქალებს შვილდოსნები, საშიშები თავისუფლებისადმი სიყვარულით. ახალი შთაბეჭდილებების წყურვილის გამო მოხებას ვერ მოასწრებთ, თუმცა ის უკვე დაკავებული იქნება მისი მეგობრებით, საყვარელი საქმეებით და ამ გასაოცარი სამყაროს შეცნობით. ქალი მერწყული, ძალიან მიუწვდომელი, ორიგინალური და შეუცნობელია. ახლა ის იღიმის და თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ის თქვენია, მაგრამ რამოდენიმე წუთში მას თქვენი არსებობა დაავიწყდება და საყვარელი საქმეების კეთებით შეიქცევს თავს. ქალწული ქალბატონები ცხოვრებაში ყველაფერს მის მიერ შედგენილი პუნქტების მიხედვით აკეთებენ. ყოველთვის გაწონასწორებულები, მოწესრიგებულები და ტაქტიანები არიან. ქალწული ქალი და ამასთანავე სულიერად ძლიერი პიროვნება გახლავთ. და სოდიაკოს ამ ნიშნის წარმოადგენლებზე ზრუნვა მარტივი არ არის. იგი ძალიან მომთხოვნია, როგორც ამბობენ. არსებობს ასევე ძალიან საინტერესო სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაკოს ნიშნით იბადებიან მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ადამიანები და ტოპ 5-ეული ამოვარჩია პირველ ადგილზე ყველაზე ცნობადი ადამიანები მსოფლიოში ამ მხრივ არიან ტყუპებიო, როგორც ამბობენ მერლინ მონრო, ანჯელინა ჯოლი, ნატალი პორტმანი, ლის ჰარლი, ადრიანა ლიმა და ასე შემდეგ. მეორე საპატიო ადგილს სასწორებს უთმობენ მონიკა ბელუჩი, კეით უინსლეტი, მარიონ კოტიარი, ნაომი უოტსი, ალისია სილვერსტოუნი და ასე შემდეგ. მესამე ადგილის ყველაზე ცნობილი
ქალბატონებით მსოფლიოში გახლავთ მეწყვილები დენის რიჩარდსი, ჯენიფერ ენისტონი, ილსა ფიშერი და კერი ვაშინგტონი. მეოთხე ადგილზე არიან ვერსი ქალბატონები, კირა ნაიტლი, ემა უოტსონი, კეით ჰადსონი, სარა მიშელ გელარი და მეხუთე ადგილი კირჩხიბებს ერგოთ, მერილ სტრიპი, სოფია ვერგარა, ჟიზელ ბიუნჰენი, რაიან კრუგერი და ლილი ტაილერი. მის ამწუხარად ვერ მოხდით იმ ხუთეულში, მაგრამ ვერაფრით ვერ დავივიწყებ კოკო შანელს და ვიტნი ჰიუსტონს და ჯეილოს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი რაღაცნაირად სტატიებიდან ამოღებული საინტერესო ინფორმაციები, რომელთაც თავი შევიქციეთ, მაგრამ პროფესიონალს მოვხსნით ეხლა და გავიგებთ სილამაზე და ასტროლოგიის მიხედვით თითეული ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი. საფრთხეს ეკალავს საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. სოფიის მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მადლობა. რაღაცნაირად პირველი კითხვა მაქვს. რადგან მწვანე ყველის წელიწადი, ამიტომ ხარ ესე ლამაზე მწვანე ფერში შემოსული და ველოდან ხარ. უბრალოდ დღეს ჩემი განწყობის მიხედვით ძირითადად როდესაც სასაცილოს ვარჩევ, ეთერში რაცა ვზივარ, განწყობის მიხედვით ვარჩევ ხოლმე, ამიტომ წინა დღით არასდროს ვარჩევ გარდაერობს, როგორც წესი. როგორ განწყობაზე ვიღვიძებ, იმის მიხედვით დღეს ის იყო, მწვანეფერი შენთვის მინდორია. ხო, ანუ ცოტა რომ გამიზავებია ეს ფერული საყვარელი ფერი. ყველა პასტელური ფერი. ანუ არა სუფთა ფერი. რაც კი პასტელური ფერია, ყველაფერი მომწონს. და ამ დროს ცეცხლის ნიშანი ხარ. ეგ არის მთავარი თემა ზუსტად, რომ ხშირად რომ ვკითხულობ თუნდაც საგაზეთო სტატიებს, ანუ ამბობ, რა იმას ეს ფერი შეფერება, ამას ეს ფერი შეფერება. მე ვარ ბერძი ვარ ზოგადად. ჩემი ფერი წითელია. წითელი და არგენტინელი ფერი, ანუ რაც ხდება ვერძის ნიშნით დავდებ ვიზუალურად ძალიან. ვიცი რომ ხდება, მაგრამ მე წითელი არ მიყვარს. ვიცი რომ ცოტა აგრესიული ფერი. ანუ ჩემი ყოფის არ არის და რატო ვნახეთ? მე მაქვს ძალიან ბევრი გავლენა სასწორის. და ჩემი ასცენდენტის ნიშანი ის არის ჩემი ვიზუალური იმიჯი, ეს განსხვავებით ის განაპირობებს თქვენი ჩაცმის სტილს და ასცენდენტი, თქვენი ჩაცმის სტილს და გემოვნებას, როგორ გამოიყურებით, როგორ ფერებს ანიჭებთ მნიშვნელობა. საერთოდ მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის ჩაცმა და ხურვა, იმიტომ არის ხალხი რომელზეც არ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მოვლენებზე ამბობენ ამას ფათაში. მე ვიტყოდი თხაც ეგრე და კირჩხიბი გაგიცხად. კირჩხიბი ძალიან პრაიჯია. მართლა. მაგრამ სასწორისთვის, სასწორი დიზაინერების ნიშანია. ვენერა მართავს, ვენერა ვისაც მართავს ის ვიზუალურად წყალს გამოირჩევს, ძალიან ლამაზი ადამიანი იქნება, სასწორი წარმოშობს ალბათ ცოტიკოს ყველაზე ლამაზ ადამიანებს. და ერთადერთი უსულო ნიშანია, მოგვით ყველაზე ტალენტურები და ძალიან გემოვნებია. კი, მამაკაცებიც და ქალებიც. სხვათა შორის ერთ ძალიან სახისმეტო დეტალს გეტყვით. სასწორის ნიშნით დაბადებულებს, თუმცა კურილსაც ასევე პრომის ვენერა მართავს. იცით რითი იცნობთ? ლოყები ეჩხոտებათ რომ იციდიან. მართლა. თუ კი ესე გადავეშავთ, თუსაც ლოყები სასწორი ამცობად ექნება გავლენა. თუ არ აქვს, თქვა არ არის ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ან კურო, აუცილებლად ექნება გავლენა. შეიძლება ეს ჩემსავით ასცენდენტი რომ იცნებ შეტყობა ერთი იყო, როცა ვიცინი, ან მე არ ვარ სასწორი, მაგრამ მე მაქვს სასწორის ძლიერი გავლენა. ასცენდენტის ზუსტად. და აქედან მოდის ის მომენტი, რომ ხაჭერს კუროებსაც ნიკაპიც ექნება, ხაჭერს ნიკაპი. ეს არის ვენერას საფირმო ნიშნები. მართლა. ესე ქვია, კი. ესე იგი ასცენდენტით მორიელება და კუდი გამოვა, ვითომ მორიელების. მორიელის ასცენდენტიც თავისებურად ხარიზმში ვარ. სხვათა შორის ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხარიზმატული ასცენდენტია, ნიჭი ასევე. როგორც წესი, თავის ხარიზმა აქვს. აი, იცი რომ ინტერესებს ასცენდენტით ვინც ხარ ადამიანი. წესით ხომ იმ ნიშნებთან კარგად უნდა იყოს. არ არის აუცილებელი. მაინც არ არის აუცილებელი. შენი ზოდიაქოსი შენი თუ რაღაცით კონფლიქტში შედის მათთან. თუმცა მე ზოგადად ვთვლი, რომ ყველა ადამიანთან შეიძლება ნორმალური კომუნიკაცია კონფლიქტის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს უყურებ, მაგრამ უბრალოდ რატომაც დავაკვირდი ყველაზე მეტ ენერგიას მორიელი მართმევს. კი, იმიტომ რომ მოვიდა მორიელი კვადრატურის ნიშანი კონფლიქტის სტრეს ასპექტს ქმნის. მეოთხე, ანუ კვადრატურა არის, როდესაც ორი პლანეტა პლუტონი თქვათ. ანუ მოვიდა მორიელი ერთმანეთს კვადრატურაში უდგას და რაღაცა გაღიზიანებს ერთმანეთში. ვიხდით, რომ ორივე ძალაუფლების მოყვარულია. სხვადასხვანაირად დეკლარირებენ ამას, რომ პირდაპირ ამბობს, რომ
აღიარეთ და მორიელი ირიკაც. ეს 25 წელი, მაინც დგება, ბადგა უკვე, მაგრამ 20-21 მარტი, როცა ნამდვილად ეს არის გაზაფხული ბრძებულობა, შეიძლება მათ ამას გვი ასტროლოგიური ახალი წელი, რეალურად, მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ გველის წელზე, ის დადგა 29 იანვარს, რომ აღმოსავლური კალენდრით თუ ვითვლით, ახალი წელი იწყება პირველ ახალ მთარეობას. პირველ ახალ მთარეობას არის კი. ამ წელს მოუწიოს 29-ს, რა შეიძლება სხვა წელს სხვადასხვა დროს მოუწიოს. და ამიტომ ახალ ხანთებროს იწყება ხან იანვარში. და ძალიან საინტერესო ამბავი ვიცით რა არის ახალ მთარეობა და საერთოდ ეს მთვარის ციკლები, მონაცემები ქვია მას ასტროლოგიაში, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპებს უყრის საფუძველს. ანუ ფაქტობრივად პირველი ახალ მთვარეობა წლის, როდესაც იწყება ახალი წელი. ეს არის ძალიან უკლეთ სცენარი, მოდი ესე გეტყვი, წლის. ანუ აი შლეიფი ფაქტობრივად ეს ნახე, რა მორალები იქნება ტრენდული, მაგალითად გეტყვი, მერწყულში იყო ყველაფერი, ამ ენერგია იყო მერწყულის და ამ ყველაფერს თან ახლდა კიდევ პლუტონი. ეს არის დიდი გლობალური ცვლილებები და ეს მოვლენები 2025 წელი ალბათ ცხოვრებას აფეთქებს ჩვენ ბრიტანეთის ცვლილებების ყველასთან იქნება ცვლილებები. ეს ინტერესია. ანუ ეს არის ამ წლის ახალ მთარეობის ეს კი message books. მაგალითად ერთი ლომი პრეზიდენტი ბოლო პერიოდში მიწყდა ამერიკას Barack Obama მისი სლოგანი იყო ცვლილებები და გამოწვევები, changes and challenges და რაღაცა მომწონს ეს სიტყვა ცვლილებები თითქოს გქონია რომ ყოველთვის კარგისკენ მოასწრება და ცვლილებად ყოველთვის კარგისკენ საბოლოოდ ყოველთვის. ასე ყველაზე მეტად ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით ჩვენ მაყურებელს რა თქმა უნდა და მსმენელს ძალიან აინტერესებს. აი ყველაზე შარმიანი და ყველაზე მიზიდველი ქალბატონები წელს 2025 აი ეს შარმიც განსაკუთრებით გამოირჩევა, ვინ იქნება, ანუ ვის წინასწარმეტყველი. წლის მიხედვით ასევე გეტყვით, არის კი რა თქმა უნდა რამდენიმე ფაქტორი, რაც შემიძლია გითხრათ, მაგალითად წლის მანძილზე ვისი გარეგნობა შეიძლება შეიცვალოს. ვის ექნება სულ და ვინ უნდა შეიცვალოს? კი, თქვათ. სასურველიც არის. აი ძირითადად 98% ქალბატონების ებრძვის სწავლას. ვისაც არ ჭირდება ისიც ებრძვის რომ ეს პრობლემაც არ გაქვს არანაირი. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი ებრძვის. ხო და აი შეიძლება არის რომ ეკითხებიან მაგალითად როდის დავიწყოთ ევროშაბათიდან დიეტას ვისწრაფოთ ეს პრინციპი. არსებობს ეტაპები ევროშაბათი რო ადგება, ხო? კი, არსებობს ეტაპები როდესაც შეიძლება ეს არის ევროშაბათი, მაგრამ არის პერიოდი როდესაც შეიძლება დაიწყო დიეტა და შედეგი უფრო კარგი გაქნება. საკო, ყველაზე მეტად წონისკენ მიგრეკილი ნიშნები ვინ არიან ქალბატონებში? მაგალითად, შუდოსანი დიდია, ბევრია. იმიტომ რომ კუროები ძალიან მიდრეკილებ, კი, შუდოსანი გურმანები არიან, კუროებიც კუროგურმანია, ასევე კიჩხებს, გუჩით იმართება და შესაბამისად ახლა რომ დავუბრუნდეთ საკითხს, ნახე, ვისაც წონის კრება უნდა, საგრძნობლად წრევანდელ წელს შეიძლება წონაში დაიკლოს, თუ გუნდობებს რა თქმა უნდა და თავს დისციპლინის შედეგად მოდი ესე გეტყვი, თავის ხელში აყვანა. ანუ ყველაზე ხელსაყრელი წელი ეს არის არის ეს კარგი, ეს არის თევზების ნიშნით დაბადებულები, ოღონდ მარტში, ვინც ხართ? მარტის თევზები. მარტის თევზები, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვექნება ასეთი ტრანზიტი სატურნი თევზებში, მზე თევზებში, თევზების ნიშნით დაბადებული და ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც ამ ასე ვთქვათ, ტრანზიტს მაქვს, არის ის, რომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ შანსი თავის ხელში აიყვანა და ვიზუალურად შეიცვალონ. გამოძერწონ ფაქტობრივად საკუთარი ანუ თევზები ორმოიوارია და ორიდან ერთ-ერთი შეუძლიათ რომ მოეწოდე დისციპლინასთან მაინც და მაინც ვერიკოპერა. ემოციური ნიშნები. არა, ვერ იტყვით ახლა ძალიან დისციპლინი. უსაც ვიცნობ თევზების ნიშნით დაბადებულებს, მაგრამ ზოგადად თევზებს ნეპტუნი მართავს, ნეპტუნი საერთოდ დისციპლინასთან ახლოს არ არის, მოკლედ, აქედან გამომდინარე, თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სულ აქვს რაღაც იდეები, მაგრამ თაროზე შემოდება უყარდე გავაკეთებ პროცესს. მე როგორც მიგავიდი, წინააღმდეგობა შეიძლება საკუთარ კი, შეიძლება არის წინააღმდეგობა საკუთარ. ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული ნიშანია, გრძნობიარე, ემოციური, ემპათიური, თუმცა შეიძლება საკუთარი თავს თვითონ ვერ გავუგია ხოლმე. წელევანდელი წელი თევზებს საკუთარ მაგრამ მხოლოდ იმ მხრივ კარგია ვიზუალურად შეიცვალონ, საკუთარი სხეული გამოძერწონ, უკეთესი გახდნენ.
არამედ ძალიან ბევრი ცხოვრებაში იქნება მნიშვნელოვანი სტატუსის მიღება ბევრი და უჯახდება ბევრი შეხული გაიჩინა. აი ეს მაინტერესებია, მნიშვნელოვანი გადაცვალებები. მარტის თევზებთან, განსაკუთრებით მარტის თევზები. ჩვენ ხა რეკლამაზე გავდივართ. ძალიან ბევრი ნიშანი დაგვსა ზოგადად სხვა მართულებით. ეხლა დავიწყეთ პირველი მესიჯი, რაც უნდა გამოგიგზავნოთ ძვირფასო ქალბატონებო, ვინც ეხლა გისმენთ, ეს არის რომ თუ ხართ მარტებული თევზი, ანუ მარტის რომელი ნაწილია ეს? აი 10 ხო, 10-ის შემდეგ 10-დან 20-ში დაიწყო. აუცილებლად დაიცავით დიეტა, თუ აპირებთ, იმიტომ რომ ძალიან შედეგიანი იქნება და ძალიან სწრაფად დაიკლებ. სოფო, ჩვენსა უნდა ვიმიგით ერთი სიმღერა აუცილებლად უნდა მიუძღვნას სტუმარმა, ანუ მუსიკალური ნაწარმოები ჩვენს მსმენელს და რა გინდა რომ ვასმინეთ ჩვენ ძვირფას ქალბატონებს და არა მარტო მე ვიცი რა ძალიან ბევრი მამაკაცის გვისმენს და აინტერესებს, იმიტომ რომ ყველას ხავს მეორე ნახევარი, ყველას ხავს ქალბატონი და ყველას აინტერესებს რომ ისი ქალბატონი როგორი იქნება ამ წელს. მე კიდე გავდევ ძალიან მიყვარს ესპანეთი. და ასე ვთქვათ, ჩემი მეორე სამშობლო ფაქტობრივად ძალიან ესე განსაკუთრებული და მიგდებული მიგონწინა ინკარნაციებში ცხოვრობდი კიდეც იქ. ესეთი კანაციაში. ხოჭეშევის ესპანეთის გერბი მადრიდის გერბს მიახატია, გახსოვს ალბათ. კიდე მაგას ვაბრალებ რომ უთამე. თვითონ ძახთვის რომელი ენერგიები. მიხვდით რომ ესპანეთის ნაციის ნიშანი რომი არ არის, როგორც კოლონიები, მაგრამ ცეცხლი აქვს. ცეცხლი რომი არ არის, ცეცხლი. ის ნებისმიერი ცნობილი ჰიტი, რომელიც ესპანურ მოტივებზე, ესპანურ შემსრულებელი ჩემს ყველა ნაცნობია, ძალიან ბევრი სიტყვებით ვიცი და ძალიან მიყვარს უკეთ და ესე ჩემთვის ყველას შევხვდებით სულ რამდენიმე წუთში ერთმანეთს დასჭით ჩვენთან. ახლა გვაიშვეს ესპანეთი. როგორ მიყვარს ისე მიყვარს და ერთი 5 შერვა ნამყოფი თუ მეც ჯერ. მე ძალიან მიყვარს. ეს უჯერ წასულადაში და დავდივარ თან ძალიან მადრიდი ტელეფონია თუ არ ჩაიბარე შენი აზრით. ერთი ფოტო რო არ გადაგიღია და ერთი ვიდეო და არაფერი რო არ გაგიკეთებია. შეპატარა ლომუშკა. ეს იქ მადრიდში ვარ ამდენჯერმე ნამყოფი, ვალენსია, ბარსელონა, ეხლა მინდა კიდე რამდენიმე მადრიდი მომწონს როგორც კულტურული ქალაქი, მომწონს ჩაცმის პროგრამა, აი ჰავა, ზაფხულში საშინაცხალა, ზამთარში საშინაცივაა. ცივა, ხო, ვიყიდე დეკემბერში ვიყავი, თაობები ვიწყებდი, ქოშებით წავედი აქ. ულამაზესი ძალიან დასვენით ხო დახვეწრე იმეცხონაირი არა კი მადრიდი. აი, სხვანაირად ლაპარაკობენ, სხვანაირად აი ძალიან ზოგადად კი. ხო ფლორენცია აი იტალიაზე რა გამგიშდი ფლორენცია აი რომ გითხარო ბევრ ქალაქში ვარ ნაყოფი არა წელს ვიყავ საფრანგეთში და პარალელურად ვიყავით იტალიაში რამდენიმე ქალაქში ფორტედი მანში ვიყავი იქეთ ტოსკანისკენ ბოლოს ტოსკანისთან მე არ ვარ იქეთ ეგ არის ესეთი კურორტია საკურორტო სოფელია რა ოღონდ სუდიდრული ვილები და ეგ რაღაცები და ესეთი მომღერალი არის თუ იცით მაჰმუდი რომელიც არის ნახევრად იტალიელი და ნახევრად ის არის რა ქვია ეგვიპტელი. აი ძალიან მაგარი სიმღერები, თანამედროვე ანუ ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია, მოგეთ რა არის მაგის ხო კარმა გედესტის სიმღერა და მაჰმუდის თავზულია. მაჰმუდის კონცერტი იყო ვილაზე. ოღონდ აი კონცერტი იყო როგორ იცი, აი რაღაცა საოცარი სპეციფიკებით და მანქანა შემოვიდა მეგონა და აი საოცრება იყო უბრალოდ.
მე არ ვიცოდი ვინ იყო, მეგობრის შვილი მახდა და იმან ხო ახალი თაობის აეროლოგიის ერთ-ერთი გამარჯვებულია მოკლედ და ძალიან საინტერესო ესპანური მოგონადურა. ეს იტალიური ფრანგულათა ძვლის ფოთშოს ამდენი მიღაზე მღერის რა. თვითონ ჩაცვის სტილი სასწავლო რომ ნახო, გაგიჟდები ისე საოცრად დაცვია. ეს არის გენია მოკლედ. ეს ვიზუალიზაცია პრობლემა რა. ის საოცარი ხმა აქვს. ჩვენში სასწაული პერფორმანსები აქვს მოკლედ. და იცი ხარი ესპანური თუ იტალიური? ესპანური. ენა, ყველაფერი. მენტალობაც ჩემთვის უფრო ახლოა ეს მაშინ ესპანური თუ პორტუგალიური? პორტუგალი არ ვიცი და აი რომ აი სასწრაფო გეტყვი. აი მითხრეს ძალიან მომითხრა რომ ესპანეთი მოგწონს პორტუგალია და დატესტო. აი ნახე ხოლმე ჩემთვის ესპანური პორტუგალი კიდევ უფრო თბილია. ხო აი ეს ამბობენ და მე მიყვარს საერთოდ ისეთი ქვეყნები სადაც ხალხი არის კეთილგანწყობილი. სამხრეთი აი მაგალითად სამხრეთ საფრანგეთი ყოფილა არაჩვეულებრივი. კი რომ მივდიოდი ვინც პარიზში ყონა ყოფილი დღეს აი ფრანგები უკაში ხალხია რაღაცა ცივი ცოტა ესე ჩავედი ისეთ საოცარი ხალხი დაუხვდა ნიცაში რომ არ ვიცი რა დაცვას უნდა ძალიან განსხვავდებიან ესპანელები ესპანელები ძალიან კომფორტულად შემოდიან პირდაპირ გიღიმიან გეკონტაქტებიან ფრანგები სამხრეთ საფრანგეთი ისეთია კულტურები არ შეგეცვალა ნიცაში უამრავი უნივერსიტეტია და ძალიან მაგრამ პორტუგალია ის ჩახო თხო მაიცაზე და სოფიეთ წავიდე საფრანგეთში მადრიდი და მერია პორტო და ფლორენცია თავის პირდაპირში მან კარიერა რეკლამის მუსიკალურ მონომერს და ვინციუსურ მოთხოვად გველოდებით და ჩვენ სწრაფად დაგეგმოთ ის ქალების რადიო 93 და 1 FM გადაცემა Beauty Live ხატია შემოდიესთან ერთად და ყველაზე beauty astrology საფრთხეს ეკავავენ რომ სოფო წამყვანიც გახლავთ რა ყოველთვის ისეთი ფენეთი ყოველთვის მოწესრიგებულია და ამიტომ გონია რომ ასტროლოგიაზე სასწავლო თვითონ beauty თემას ძალიან მოხდება ესეთი სტუმარი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობთ და ასეც გამოგვდის რომ სტუმარი უნდა იყოს ახლოს იმ თემასთან, რაც გადაცემა რასაც ემსახურება ქალებს და სილამაზეს. საბოლოო, ნუ პირველი პუნქტი შემოსრულეთ და 2025 წელს თევზები ვინც არიან დაბადებული მარტში, თუ ფიქრობენ რომ წონაში დაბადება სჭირდებათ, ეს არის არაჩვეულებრივი პერიოდი 2025. შემდეგი ნიშანი არის ასევე მარტში დაბადებული ვერძები. ვერძის ნიშნით ვიცხადეს ოდეხება ივნისიდან მოყოლებული პერიოდს, ივნისის ნახევრიდან, თუ თქვენ მარტში დაბადებული ვერძი ხართ, საუკეთესო პერიოდია ისევ და ისევ გამოძერწოთ თქვენი გარეგნობა. შეცვლილებები შეცვალა. არა მარტო წონაზეა ამ შემთხვევაში, იყოს ახალი სტატუსი. ძალიან ბევრი შემოღეს დაუჯახების შანსი, შვილის დაბადების, თუ პირველია თქვენ ცხოვრებაში ეს და ის თქო აქამდე ეს მასწავლებლობა თქვენს თავზე არ აღიარეთ. ასევე ძალიან ბევრთან ეს არის ახალი საქმიანობა და მიმართულება პროფესიული და ძალიან პერსპექტიული. ძალიან პერსპექტიული. კი. ანუ ის რაც თქვა მანაშევიც არის დაბადებული. უკვე 2026 წელს აპრილისთანაც უკვე შენზე. ანუ თუ თქვა 24-ში ვერ გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, ეს არის 25 საუკეთესო საშუალება. მისის მეორე ნახევარი. მარტო ვერძები და თევზები არიან? არ მხოლოდ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიძლება მიმდინარე წელს, თუმცა ყოველ დიდი გამოწვევები იმის გამო რომ აი ვერძის ნიშანში შედის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტა, მათ შორის ერთი სოციალური უმაღლესი ნეპტუნის გადადის, ყველაზე მეტად 2025 წელს ცვლილებების ესეთი ქარი, ხო? ვერძებს შეეხება, განსაკუთრებით მარტისებს. უჩევდი რომ არ დარჩნენ კომფორტის ზონაში. ჩემს თანამეზოდიაქოებს, რასაც უჩევდი. ვერძის ნიშნით დაბადებულები არ არიან ტიპაჟები ზოგადად ძალიან შუა ტიპოვით ვერც, რომელსაც გამბედაობა არა კომფორტის ზონაში ყავს. პირიქით სულ მოძრავია, სულ სადღაც ჩქარება, ყველა ვერძი ესეთია. მეც ესე ვარ, სულ სადღაც მეჩქარება, მე არ შემიძლია ნორმალურად დასვენებაც არ გავისწავლე ცოტა დრო, სულ სადღაც მეჩქარება, სულ რაღაც ვაკეთებ. ანუ პასიური მდგომარეობაში ყოფნა რა ესე დავჭრე შევიგო ძალიან ბევრი იცი რა მსმენია და მე ინტერესებს რომ როგორც ასტროლოგია გეკითხები როგორც ვერძს ვერძი ხო ისეთი ანუ
ცოტა ჯიუტიც და ძალიან ძლიერი ნიშანია ცეცხლის, მაგრამ ამბობენ, რომ ქალიც და მამაკაციც შეყვარებული ვერძი ძალიან მარტივი სამართავია. ვერძი საერთოდაც მარტივი სამართავია. მარტივი სამართავია, შეყვარებულია ძალიან მარტივი. შეყვარებული ეცემა თუ მეორე ნახევრის გავლენის ქვეშ და მართალია. გაჩვენა მეორე ნახევარი მინარი. ვერძი ძალიან მარტივი სამართავია, იმიტომ რომ თვითონ ვერძის არქეტიპი არის ბავშვი, ძალიან გულუბრყვილო ხალხია. ბეგეკა თვითონ ვერძის სიმბოლოა. ძალიან ხშირად მასთან ურთიერთობა ეს ადამიანებს ვინც ცდილობს რომ ჩიხში შეიყვანოს. ვერძი ვერიტას მითითებებს, თუ კი ვერძს პირდაპირ არაფერს არ მიუთითებთ და ეცდებით რომ რაღაცა შემოვიძინოთ, ცოტა მანიპულაციურად მიაწოდოთ სათქმელი და თან მისცეთ საშუალება რომ რომ შენ წარმოვიდგინე ლომზე უფრო თავმოყარე ხალხი. ლომი ხო ძალიან თავმოყარე, ლომი ვერიტას ვინმე დააჭოკოს. ვერც ვერიტას. ცეცხლის ნიშანია კი. ცეცხლის ნიშნები საერთოდ ვერიტაა, როდესაც მათ ვინმე ცხოვრებას უგეგმავს. და ვერც განსაკუთრებით ერთ-ერთი ხუმრობა არსებობს, რასაც მეც ვეთანხმები, თუ გინდა ვერძის ნიშნის ადამიანს თავი მოაწონო, უნდა გაიქცევ. ის ვიგებჭებიან გარბის რომ გავიგებდე. აი ხედავ, ხლიკები გასავლე. ეს მე მგონი დღევანდელ გადაცემას მარტო ქალებს კი არა, ეხლა მამაკაცებსაც იმიტომ რომ ნახეთ, თუ ყავთ ვერძი ქალბატონი და ცეცხლის ნიშანიანი ლომიც, არ მიუთითოთ და არ უბრძანოთ, უბრალოდ თხოვეთ. და თხოვნას ყოველთვის ასრულებენ ხოჩერს მე მაგ საკითხული, სოფო. ალბათ მითია თუ რეალობა ეხლა არავინ არ იცის, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელი როდესაც მიდიოდა ტერიტორიების დასაფლავად, პირველ ხაზში ეყედა ვერძები, იმიტომ რომ უკან ნახევა არ იციან ვერძები. კი, წინა ხაზის მამრობელია. მორიელი სტრატეგია. მორიელი უნდა დანიშნო გენერალი უნდა იყოს ამბრძოლის სტრატეგია, მორიელი ძალიან სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანია. და ვერძი ეს არის მოკლებაძილზე მობინალი, რომელსაც შეიძლება ნებისმიერ დაპყრობას შეგულით დაეჯახოს და ამოახილავოს კი. და მაინც და ტყუილებიც არ იციან ვერძები. არა, ძალიან იშვიათად იპოვეთ, თუ მოგატყო თვითონ მერგებს. არა, ძალიან ცოტა იშვიათია ვერძი, რომელიც იტყუება. ვერ იტყუებია, შეიძლება მოიტყუოს, მაგრამ თვითონვე გამოაშკარებს თავის თავს. ძალიან ძნელად რომ თვითონ არ ამახსოვდება, რომ არ ამახსოვდება. ამიტომ ცოტა არასპორტული ტიპები არიან ურთიერთობაში, მდინაც გულწრფელობას ითხოვენ, თვითონ ძალიან გულწრფელები არიან და ხანდახან ცოტა შემოწოხებულია. მშულდოსნებს ცოტა შორის. არა გულწრფელი, ხალხი რატო ვინმე შეწოხდა შენი გულწრფელი. არა, ზოგადად ვერძი არის ესეთი ტიპი, რომ ძალიან პირდაპირია ურთიერთობებში. ანუ ეს და არ თვითონ არ მოგატყუებს. და არც კვატიობს. ხალხი შორის. საერთოდ კარგი და არც არავის არ ყვარს. მაინტერესებს ასევე პროფესიის არჩევა, თუმცა ხა ჩვენ რატომღაც ეხლა ალბათ უკვე ეს თაობა აღარ, მაგრამ რამოდენიმე პროფესია შევეცვალეთ, თითქმის უმეტესობად არის პროფესიით არ მუშაობს, იმიტომ რომ შემდეგ მოხდა პერეკვალიფიცირება, ადრე აღერჩეთ პროფესიიდან მოხდეთ და სხვა რამე გაინტერესებს. აი წლევანდელი წელი რომელი ნიშნისთვის არის, აი რომ ზუსტად რასაც ირჩევ პროფესიას, იცი რომ ეს არის შენთვის თუ ძალიან ბევრი ადამიანს იქნება, არა მხოლოდ შანსი, არამედ აუცილებლობაც რაღაცა ხალხზე დაკეს. რასაკვირველია, 25 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი პროფორიენტაციული გადაწყობისთვის, იმიტომ რომ პლანეტარული ასპექტები ისეთი განსაკუთრებით ზაფხულის შემდეგ სამი პლანეტა შეიცვლის პოზიციას, მათ შორის ორი უმაღლესი პლანეტა ეს არის ნეპტუნი, ეს არის ურანი, რაც ამბობს იმას, რომ ახალი პროფესიები მოდის. ზოგადად იცვლება მოთხოვნა მიწოდების ბაზარით. ანუ ხელოვნური ექსკურსია. რა თქმა უნდა. ამიტომ მე ეს რაღაც ვიტყოდი 12-ვე ნიშნით დაბადებოდა მესახებად, თუმცა რამდენიმე გამოსჭავთ განსაკუთრებით ეს ხება ტყუპებს. განსაკუთრებით ეს ხება თევზები თქვენ პრინციპში. დაბადებულს, კი, ტყუპის ნიშნით დაბადებულებს, ასევე ქალწულებსაც სხვა შორის ძალიან ბევრთან დადგება საკითხი ახალი სფეროს ათვისების და მე ვიტყოდი რომ კორტიზონიდან და შეგიშინდებათ ყველაფერი რაც ციფრულია, იმიტომ რომ მოდის ბუმი ფაქტობრივად 2021 წლიდან 6 წლიანი ციკლი მოდის ბუმი, ესე ვთქვათ, ციფრული ტექნოლოგიების. აი ციფრული ტექნოლოგიებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე წარმატებული ამ პროფესიაში რომელი ნიშანი შეიძლება იყოს? თავისთავად თანდაყოლილი უნარები, ვისაც ამისკენ აქვს, ესენი არის მერწყულები, მერწყული არის ინტერნეტთან, ან მერწყულის ნიშანი, ურანი, ეს არის მომავალი ტექნოლოგიები.
რაც უკავშირდება ინტერნეტს, რაც უკავშირდება ავიაციას, სულ ეგენი არიან, ანუ მაგათია, მოდი ესე ვთქვათ, ყველაფერი IT სფეროზე. ტყუპები ქალწულები ცოტა შეიძლება მეკური მართავს ამ ნიშნებს, აქედან გამომდინარე ისინი ადვილად აღოს. თუმცა ნუმეროლოგიურად თუ კი თქვენ მაგალითად თქვენი დაბადების რიცხვი შეადგენს 4-ს, თქვენს გეკლებათ ამისკენ აუცილებლად ინტრიგირება ტექნოლოგიებისკენ, ადვილად აითვისებთ მოდი ესე ვთქვათ. ნუ ყველა ნიშანს რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად რუკას, მაგრამ მე აღარ მეგობრობ ადამიანებისაც პირადი რუკა არ აქვს გაკეთებული. ის აკეთებს რამდენი არის მე საფრთხეებიდან დავიკავშირდა და მხოლოდ შეიძლება მოხვეჭას ახაშევის და ხომ ესეთი ერთგვარი მედიატორი მაგრამ ნუ მაინც მეტნაკლებად ვიცით ჩვენი ნიშანი ასტროლოგიური და აი ამ კუთხით რომ ვიღოთ ყველას აქვს თავის ხმა და თავის თვალი ხო თქო ეს არის პროფესიაც ხო პროფესიული კუთხით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ სად შეიძლება ადამიანი იყოს წარმატებული და ეს მშობლებისთვის საინტერესო იქნება არა საკუთარი შვილს ძალიან ბევრი მშობელი ცდილობს გააკეთოს თქვა ბავშვის ეს თქვა პირად რომ იცოდეს იმიტომ რომ ხო რა ტალანტი აქვს მაგალითად იმიტომ რომ რაღაცა ტალანტები რომელიც თქვა თქვენშვილს ბავშვობაში აქვს თქვენ უთქმულობთ ამ ტალანტებს ის არა მხოლოდ გზიდანაცდენას გულისხმობს კი ანუ საკუთარი თავის წმენას უკარგავ მაგრამ ხა ძალიან ბევრი მშობელმა ის ხო არის ის არა აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ცდილობს თავის თქვით ფორმირებას ხო ანუ ყველა ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ზოდიაქოს ნიშანი უკვე თავის ნიშანი ქვია ამას ნახეთ ეს არის ის პრიზმა სადაც ჩვენ შეგვიძლია ანათო და იყო წარმატებული სხვა ადამიანებმა სად შეიძლება რომ შეგამჩნიო და ხო ეს თავისი უნარები ანუ ვერცი კარგი ორგანიზატორია პირველი პიონერია შეუძლია გაჭრას პირველმა მაგალითად სტარტაპი წამოიწყოს ანუ ის შემსრულებელია კი კურა შემსრულებელია ის იდეები რაც ვერცი აგენერირებს კუროს გარეშე, მისი ფინანსური გათვლების გარეშე, მისი მოთმინების გარეშე, მისი დაგეგმარების გარეშე ვერ შეისხავს ფსტებს, იმიტომ რომ კუროები არიან არჩეულებრივი შემსრულებლები, საპატიო მეგობრები, ესე ვქვიათ. და ისეთი მიწიერი ნიშანი ხერხემალია, ყველა პროექტის შეიძლება ითქვას კურო არის ხერხემალი. მე ძალიან ვიცის კურო აბსოლუტურად შეუძლია ეს შეაფასებს კარგად. ეს არის კარგი მომარაგებელი, ამ ხერხემალია ფაქტობრივად ყველა პროექტების, რაც კი ესეთი ვერც თავში მოვა, კუროს გარეშე ვერ განხორციელდება, დარჩება იდეად სავარაუდოდ. ტყუპები, რეკლამა, მარკეტინგი, პიარი სულ მაგათია, სადაც ლაპარაკი ესეთი როგორ განტყუპები. ამიტომ ლაპარაკია. თვალადელიტი რომ გავს. კისჩხიბი, სამსახურშიც კი ზრუნავს თავის თანამშრომლებზე ყვებავს და ნებისმიერი ანუ ბორბანების არის სარესტორნო ბიზნესი და მომსახურების სფერო საუკეთესო იმიტომ რომ სადაც ადამიანი იზრუნო გამოყვება ყველა გაგებით თუ ემოციურად თუ პირდაპირ გაგებით გამოყვება საუკეთესო კეთილობისთვის ოჯახური ბიზნესი კი ოჯახის ნიშანია სამსახურში ოჯახურად არის და ზრუნავზე კეთილობა თანამშრომელი არ არსებობს რომ არ გქონდეს მიდრეკილება რომ ვიღაცებზე იზრუნოს ეს სულ აქ რაღაცა რომ დანაც გაგიზიარებს რომი ვიღაპერ ასე ვთქვათ აკეთებენ პროცესს ახლა Facebook-ს ვერ ადევნებ და მანქანაში ხარ და არ კარგი სკროლობ და უბრალოდ რადიოში ისმენ სამი ცეცხლის ნიშანებს ხედავთ თან ცეცხლის და წითელ სტუდიაში ორი ღამე და ერთი ვერცი აქ იცით რა ტემპერატურაა მე მგონია რომ თქვენზეც გადადა ცეცხლი გიზგიზებს სტუდიაში ნამდვილად რომლებსაც ეხებათ საუკეთესო არის ყველა პროფესია, სადაც თვითპოზიციონირების საშუალება მიეცემათ, ან თუ ჩანდეს, ან ვიზუალურად თუ ჩანდეს, ან რაღაცას უნდა მართვაც. შეიძლება მოგიცვათ, ეს ძალიან ხშირად ხუმრობენ ასტროლოგები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ აბრევიატურას მაგალითად, ანუ მისთვის მნიშვნელოვანი არის აი რაღაცის უფროსი რაღაცის დარგში. აბარა, აი ეს მნიშვნელოვანია. ნახეთ, აი ფინანსურ დაინტერესებაზე მეტი იყოს აი ეს პრინციპი, რომ აი ამის უფროსი არის, რაღაც უფროსი უნდა იყოს მეტი. რა, იმიტომ რომ ეს უყვართ ლომებს.
თეატრალური ნიშანია, ამიტომ ყველგან სადაც საჭირო რაღაც ორგანიზება მომი საუკეთესოა, სწორედ ასევე საგანმანათლებლო უნარებით ფანტასტიკური, საოცრად კარგი პედაგოგები, ლომსაკ პედაგოგები ნიჭი ზოგადად. არაფერს ამბობ სახიობები იბადებიან, სასწრაფო ნიჭი აქვს ცნობებს. ამიტომ PR რეკლამა მარკეტინგი პრინციპში მათია. კი, ძალიან ბევრი მსახიობია ლომის ნიშნით დაბადებული. უამრავს ტიპოდ, რომელიც ჭირდება თვითპოზიციონირება, უნდა ჩანდეს. აი რაც ეხება ქალწულს, ქალწული მაგალითად არ არის ტრიბუნის ადამიანი. მას შეუჩერია იყოს ვიცე-პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტი და ამ საქმე ეკეთოს და ეს პრეზიდენტი მართოს მაგალითად. ფაქტიურად ვიცეები მართავს. კი, ქალწულს შეუძლია მართოს ტვინია და იმიტომ რეალურად მიწაუშანია და ძალიან და ისი რა როგორი ტიპია, იცი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია რაღაც საქმე, რომელზეც კონცენტრირება ეს არის ხალხი, რომელსაც წარმოუდგენლად მოსწონს. რაღაც რუტინული სამუშაოს კეთება, აი ბავშვებს თუ დააკვირდებით, გიждდებიან პაზლებზე, რაღაცების აწყობაზე, მათ შედეგი მნიშვნელოვანია, რაც პროცესზე გიждდებიან. როდესაც რაღაცას ალაგებს, აუმჯობესებს, იკვლევს, ძალიან უყვართ კოლევა, მაგალითად ბავშვებს უყვართ ცხოველების ბიჭებს. მეცნიერები არიან. კი, ქალწულებს მეტი ექიმი და მეცნიერების მეცნიერების და ექიმების ნიშანი, ტყუპების შორის მეცნიერების და ექიმების ნიშანი. ტყუპები ჟურნალისტებსაც წარმოშობთ დიდი დაზიდრო ტყუპი ჟურნალისტიკაც არის, მაგრამ ტყუპის ნიშნით ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერი და ექიმი იბადება. ეს ორი ნიშანი მედიცინის და მეცნიერების არის. თვითონ ქალწული და ტყუპი ახლოს არის ერთმანეთთან. ერთი მართლები ყავთ, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ერთი ხასიათი აქვს, იმიტომ რომ ტყუპი ძალიან ცვალებადია, იწყებს ტოვებს, ქალწული თუ რამეს იწყებს, არ ტოვებს, ოღონდ არ იწყებს, მოდი ესე გეტყვით. რომ ქალწულებს აქვს ძალიან ცუდი თვისება, რაც მე ესე უყურებ ბავშვებში რომ ცუდია, ითვლიან რესურსს. ნახე, ძალიან ბევრი უცნებაზე ამბობენ უარს, იმიტომ რომ ამაზე რომ ფიქრობენ რომ რაღაც უნდათ დაიწყება რესურსის დაცვა. ან კულებას თავიდან ბოლოს. ხო, ამ მოცემულობაში არ რესურსი აქვს. ძალიან რესურსი არ ყოფილი. უარს ამბობენ, იმიტომ რომ მაგალითად ახსენეთ ყოფილს როგორ მილიონს რო კაპიკი და ეს მილიონი არ არის. ეს მართალიც არის. არის მართალი, ცოტა პერფექციონიზმი და გამორთონ, ბევრი კარგ შანსებს უშვებენ ხელიდან. იმის შიშით რომ ვერ შეესაბამებოდნენ სტანდარტებს. ეგ არის მათი პრობლემა, რომ აი ეშინიათ როგორი გადაούν შედეგი. და ამიტომ ან არის რომ პასუხისმგებლობა თუ აიღეს პასუხისმგებლობა, მე ხასიათი პრეზიდენტი ითქვა. დაგასტურა. ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი უნდა გეშინიოთ ისლამის ხვარიც. ძალიან მეტად აღიქვამენ დეტალებს. აი შენ რასაც ვერ ამჩნევ, ის ამჩნევს და იმიტომ მე სამწუხაროდ ძალიან ამჩნევ და იმჩნევენ კიდეც. მოახსოვს მეტად რო შეამჩნევ. საოცარი პერფექციონისტი ადამიანები. ქალწულის საუკეთესო პარტნიორი ალბათ ისე მიწის ნიშნებში იქნება. ყველაზე რთულებელია და ყველაზე მეტ დაუქორწინებელ ადამიანს წარმოშობს. იმიტომ რომ იმდენად რთულები არიან, იმდენად მაღალი თამას აქვთ. თავისთავად პირველ რიგში, მე პარტნიორთან ძალიან რთულია. თუ გადაწყვეტა რომ ნაბიჯი გადადგა, ფანტასტიკური პარტნიორები არიან. ცოტა კრიტიკულები ძალიან ახლა გაჩნია ვისთვის როგორ. კი. ოღონდ ყველაზე ძრუნველი პარტნიორები არიან, ანუ აი დეტალებში იცის რა მოგწონს, რამდენ კურს შაქარს ვიყრი, მაგალითად ჩაიში, რომელსაც იღვიძებ, აი რაღაც დეტალები შეუძლია შენი თქვის გარეშე დაგიორგანიზოს და მოსწონს. მე დედაც და მამაც ორი ქალწული მყავდა, ერთ დღეს დაბადებული, ორივე 26 აგვისტოს და 4 წელზე მეტი ვერ გაძლეს ერთად, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო. მარტივად ორი გვიანის ყოფილა ეგრე ძალიან რთული. ძალიან და ზოგადად უჯრა დავაგებული და კარადაზო გააღებულ შეიძლება არეული იყო წარმოუდგენელი იყო. ქალწულები შეჩერდეთ ახლა რეკლამა გავა და საკომენტოდის შემდეგ სასწორებო დაგველოდეთ ისე მოინტერესებს თუ ყველაზე ცოტა იგული მეგობარი თუ ჩემს გარშემო არიან სასწორები და საერთოდ ფაქტობრივად ვიცნობ ამ ნიშანს კარგად რამოდენიმე და მეგობარობით სასწორებით გავაგრძელებთ რამდენიმე წუთი. ყველაზე ცოტა მეგობარი ყავს ეს. შენ ალბათ კარული შენ ყავს.